მეგობრებო, ეხლა არ გვექნება თემატიკა, უბრალოდ რასაც მაღალი ძალები გადმოგცემენ, რაც ეხლა უნდა იცოდეთ, რაც მოდის თქვენ ენერგოველში, თვის ბოლომდე ვარიანტი იქნება, დაახლოებით 2 კვირის ვარიანტია. გაშლა მოქმედებს მაშინ, როცა ნახულობთ და გავიგოთ რა უნდა გადმოგცეთ ახლა თქვენ მაღალმა ძალებმა, რა უნდა იცოდეთ. საერთო გაშლა რასაკვირველია, ყველაფერი არ შემთხვევა და არ ემთხვევა. პირადი გაშლებს პირადში მომწერეთ და ლაიკები არ დაგეზაროთ ყველა ვარიანტში გამოიწერეთ, ძალიან გთხოვთ იაქტიურეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ გავაქტიურდეთ და გავიზარდოთ და ბევრი მივიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ TikTok-ზე ეხლა მესამე და ერთადერთი გვერდი მაქვს ეს, როგორც იცით. YouTube-ის გამომწერებსაც გთხოვთ, რომ TikTok-ზე ვისაც გაქვთ საშუალება გამოიწეროთ ჩემი ეს გვერდი. მოკლედ, რომ გავიგოთ, თქვენია ეს გაშლა. პატარა იდენტიფიკაცია ვინ ხართ თქვენ და ენერგიებში ხართ დღესდღეობით, რომ ეხლეთ თქვენია ეს გაშლა თუ არა. 78 კარებზე ჩემ ერთ-ერთ ახალ კალდაზე გიკეთებთ ახლა გაშლას. ფონი ცოტა შევიცვალე, იმიტომ რომ ცოტა განათება არ მომეწონა იქ, სადაც ვიჯექი მოკლედ და გადავწყვეტე ფონი შემეცვალა და ავედით, ვინ ხართ თქვენ? ვინ ხართ თქვენ? დღესდღეობით, როცა რა ენერგიებში ხართ, როცა ამ გაშლას უყურებთ. პრინციპი ინტეგრისო. ეს არის პრინციპი ინტეგრის წარმოადგენს კალდის ძირში ამოდის დახურული კარტი. 78 კარების კარტი, რომელიც გვიჩვენებს, რომ მეტი იდენტიფიკაცია გჭირდება. პირდაპირ გეტყვით ესე იგი, ვინ ხართ თქვენ. პრინციპი ინტეგრის ეს არის მიწის სტიქის წარმოადგენელი, ძალიან ტორმოზნოი ტიპი, როგორც ვეძახი მე ამ კარტს, ეს არის ძალიან ნელი ტიპაჟი. ეს არის ადამიანი, რომელიც ერთ ნაბიჯს რო წინ დგავს, ორ ნაბიჯს უკან დგავს და თუ გადადგა რამე ნაბიჯი საერთოდ და კუს ნაბიჯებით აქვს მას ცხოვრებაში ნაბიჯები გადადგმული, ეს არის 100-ჯერ აწონილი, 100-ჯერ გააზრებული, მჭირდება, არ მჭირდება, მთელი თავისი დიდი დაფიქრებებით გადადგმული ნაბიჯი, ასე ვთქვათ, მაგრამ მყარი ნაბიჯი უკვე ძალიან დარწმუნებით რო იცის, რომ აი კი ეს მე მჭირდება, ასე გადადგავს ხოლმე ოფიციალურ უკვე ქმედებისკენ ნაბიჯს. როგორც გითხარით, შეიძლება წარმოუდგინეთ მიწის სტიქიას, ეს არის კურო, ქალწული და დღესდღის ნიშანი შეიძლება წარმოუდგინეთ, მაგრამ საერთო გაშლაში ეს არ არის აუცილებელი, რომ მაინდა-მაინც მიწის სტიქია იყოს, აი ეს ძალიან ნელი, ძალიან ტორმოზნოი, ძალიან გაწონასწორებული პიროვნება. ყველაფერს ძალიან ნელა აკეთებთ, თუ რამე საქმიანობას ეწევით, ისიც ნელი ქმედება გიყვართ, აი ესეთი ლაპარაკი შეიძლება გაქვთ ინტონაცია და საერთოდ ლაპარაკი მოყოლისას შენელებული, ესეთი შენელებული კადრი, საერთოდ შენელებული კადრია ჩემთვის ეს პრინცი პენტაკლის მინდა გითხრათ, მაგრამ ძალიან სტაბილური, ძალიან მყარი, შეგიძლია ენდო ყველანაირად, როგორც მეგობარი ძალიან სანდოა, ძალიან მყარია, მაგრამ აი მეგობრებშიც კი ინფორმაცია ასეთი მომდის, რომ ერთგვარი დეტალია რატომ ყვები ამ იდენტიფიკაციებს, ერთგვარი დეტალებს ვიძახი ხოლმე, რომ ასე თუ ისე მიხვდეთ, რამდენად თქვენია. 20%, 80% თუ საერთოდ თქვენი არ იქნება ეს გაშლა. ერთგვარად აი სამეგობრო წრეში და სანაცნობრო წრეშიც კი ტიპაჟი ხართ აი ესეთი, აი მეგობრები რომ ხუმრობენ ხოლმე ხშირად მასზე, აი მისი სინელის გამო. იმდენად ტიპაჟი ნელია და ყველაფერს ნელა აკეთებს, რომ ერთგვარად შაყირის ობიექტიც კი არის ხოლმე. მის ფოტოებზე თუ მის საერთოდ სამეგობროში ძალიან კი არ იგდებენ მასხრათ, ანუ ესეთი ნათქვამი არასწორი იქნება უფრო. ანუ ტიპაჟი ამით გულთბილი და რაღაცნაირი, აი რაჭველი ტიპი, აი რაჭველი დათვი, თბილი მოსიყვარული, მაგრამ ძალიან ნელი. მოკლედ, თუ ატყობთ, რომ თქვენზეა ეს გაშლა, წავედით, მაშინ გავიგოთ, რა უნდა იცოდეთ მაგარი ძალებისგან ახლა. ბევრს ვეღარ გეტყვით, იმიტომ რომ იდენტიფიკაციას ვერ ვიწყებ, ბევრს გულისხმობ, იმიტომ რომ დახურული კარტი ამოდის და მეტის ხმა საჭირო არ არის, რომ კარტი მეუნება და პირდაპირ გადადის არქმელზე, დრო გვაქვს ცოტაო. რა უნდა იცოდეთ ახლა, უახლოესი 2 კვირის განმავლობაში პლუს მინუს საშუალო პერიოდი თქვენი ცხოვრებისთვის რა არის მნიშვნელოვანი.
რვიან პენტაკლის 7-იან ჟეზლი. რვიან პენტაკლის 7-იან ჟეზლი. რაღაცა გასაღებს იპოვეთ თქვენი აი იმ მდგომარეობის რომ აი რაღაცა უნდა გადაგეგორებიათ ერთგვარი გამოქვაბულში შესასვლელი უმძიმესი ლოდი, რომელიც იყო ძალიან მძიმე გადასაგორებლად, აი რაღაცა კარების გასახსნელი გასაღები, რომელიც ბევრი გედოთ წინ და არჩევანი გქონდათ, ასე ვთქვათ, ეს თუ ეს, საით შევიდე და როგორ შევიდე. რვიან პენტაკლით ძირითადად სამუშაო თემატიკას ეხება, აი ეს დაახლოებით რო გითხრათ, რაღაცა დიდი არჩევანის წინაშე იყავით და რამოდენიმე შეიძლება ვაკანსია გქონდათ, რამოდენიმე ადგილას CV გქონდათ დაგზავნილი, რამოდენიმე ადგილას გასაუბრებაზე იყავით. აი ესეთი მდგომარეობა, ვისაც გაქვთ სამუშაოს თემატიკა გამოჩნდება, თვის ბოლომდე პასუხს მიიღებთ. ამ შემთხვევაში პასუხი იქნება წინსვლა და წინსვლა. გადავარდა პირველი მაღალი არკანი, პირველი და მეშვიდე მაღალი არკანი. პირველი და მეშვიდე მაღალი არკანი მინდა გითხრათ ასტროლოგიურადაც, რომ პირველი და მეშვიდე სახლები ერთმანეთის პირისპირ დგას. ეს შეეხება რაღაც ნაწილისთვის პირადი ცხოვრების მაგობას. 4-ვე სტიქია თქვენ ხელშია და წინამძღოლი შეიძლება იპოვოთ, ასე ვთქვათ, წინაგაშლებიც არის წინამძღოლზე და მაგობაზე და გადახედეთ, ვისაც არ გინახიათ, მგონი გაგრძელებასავით გამოდის ეს გაშლა იმ გაშლების, აუცილებლად გადადეთ ჩემ გვერდზე და წინაგაშლებიც ნახეთ. შეიძლება იყოს მასწავლებლობის თემატიკა, რაღაცა ტრენინგების გავლის თემატიკა, რაღაცა ერთგვარი დამსაქმებლობის პერსპექტივა, რომ აი ვიღაცა იპოვეთ ისეთი, ვინც დაგატრენინგებთ და მუშაობას დაგაწყებინებთ. პირველი მეშვიდე სახლი ასტროლოგიურად ეს არის ჩემი ურთიერთობა და პარტნიორული ურთიერთობა, ეს როგორც სამუშაო რეჟიმში, ასევე პირადი პარტნიორული ურთიერთობები განიხილება ხოლმე პირველ მეშვიდე სახლში, როგორც წესი, იმიტომ რომ საპირისპირო მდგომარეობაში პირველი მეშვიდე უბრალოდ ასეთ განან, მაგრამ ასტროლოგიას რომ შევეშვათ, ეს არის პირველი და მეშვიდე მაღალი არკანი უკვე და ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდის წინაშე გეხართ, ეს არის თქვენი ნაწილისთვის, თქვენი პირადი წინამძღოლის პოვნა, პირადი მასწავლებლის პოვნა, ადამიანის პოვნა, რომელიც იქნება მაგი და წინამძღოლი და ყველაფერში დაგაკვალიანებთ და აი ძალიან კარგ პროფესიონალს გამოთვლის თქვენგან იმ სპეციალობაში და იმ სამუშაო რეჟიმში, საითაც თქვენ ენერგია მიმართულია ახლა რომ აი სამუშაო იპოვოთ და პერსპექტივები იყოს ისეთი რომ დაწინაურდეთ მალე და კარგი პროფესიონალი დადგეთ. ყველა ვარიანტში ასეთ ადამიანს იპოვით, თვის ბოლომდე ვარიანტში და წინსვლა და პროგრესირება ყველა ვარიანტში გარანტირებული გაქვთ ამ კარტებით 100 კი არა 200% თავს დავდებ. ეს არის უაღრესად ძალიან კარგი კარტები. ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო პირადი ურთიერთობები იმ ადამიანებისთვის ინფორმაცია რომ პირველ მეშვიდე სახლში როგორც გითხარი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება თქვენ ცხოვრების რეჟიმში, აი ესეთი ერთგვარი გაჩერებული რეჟიმიდან ყველაფერი იქნება თქვენ ხელში. საითაც მიმართავთ თქვენ ენერგიებს, სამუშაო რეჟიმი იქნება ეს პირადი ურთიერთობა, ფულის გამომუშავება, თუ თქვენი მენტალური მდგომარეობის, ანუ თქვენი პროფესიონალიზმის გაზრდა და ამ მხრივ მუშაობა, ყველაფერში გექნებათ წინსვლა. პირველ მეშვიდე სახლს თუ ვიტყვით, თქვენი ცხოვრებისეული სტილისტიკა, თქვენი პიროვნება, თქვენი პროფესიონალიზმი, თქვენი გაზრდა როგორც ადამიანის, ყველა ვარიანტში მეშვიდე მაღალი არკანით საჭე არის თქვენ ხელში, მაგი ხართ, ეს არის ძალა უძლიერესი. მაგი და საჭე პირველი და მეშვიდე მაღალი არკანები, ეს არის უძლიერესი წინსვლა, რასაც მთელი გულით გილოცავთ და გისურვებთ, რომ 100% დაგიხდეთ სულ ყველას, ვინც ნახეთ დღეს ეს ვიდეო, ეს იქნება პირადი ურთიერთობები, იქნება თქვენი პროფესიონალური ზრდა, თქვენი დაწინაურების პერსპექტივა, სამუშაოს პოვნის თემატიკა თუ ფინანსები როგორ უნდა გაიმყაროთ და რა უნდა გააკეთოთ, ყველას თქვენი გაქვთ საერთო გაშლაში, ეს იქნება ყველასთვის საკუთარი რასაკვირველია, მაგრამ დამიწერეთ აუცილებლად რომ ღებულობთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოცვლისთვის და კონკრეტულად აი ესეთი კარგი გაშლებისთვის რომ ღებულობთ, დამიწერეთ და დამიწერეთ ასევე რა გინდათ რომ საერთო თემატიკად გაგიშალოთ ხოლმე, ესეც ძალიან საინტერესო იქნება და ვითვალისწინებ იცით, ამიტომ წარმატებები თქვენ, ძალიან მნიშვნელოვანი თემატიკაა და 9-იან პენტაკლი, ესე იგი, ეს არის 64-ის ბაღი, სადაც ფინანსური წარმატება უეჭველი გარანტირებული გაქვთ. მიიღეთ!